სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან მგონი უხერხული კითხვაც არის, ცოტათი რთულია, რომელსაც პიროვნებას სვავს ალბათ მექსიკური წარმოშობის და ძალიან ხშირია მათთან ეს პრობლემები და უნდა ვაღვნიშნო კიდევაც, რომ შემთხვევაში ძალიან ემოციურად, როდესაც პროტესტანტები ხდებიან და მე დაკვირვებული ვარ ამას, ძალიან ბევრ რაღაცას შეიძლება სწრაფად და შეიძლება კარგად გაანალიზების გარეშე იღებენ ხოლმე ეს პიროვნებები. არა მარტო მექსიკელები, არამედ ალბათ ლათინო, იმაზეც ვიტყოდი დიასპორაზე, იმიტომ რომ როცა ადამიანი შენ რაღაცა ცოდვას ჩადის და ძალიან ხშირია მათთან დაუშვათ კრიმინალთან ურთიერთობა, ნარკოტიკები, ეხლა ეს პიროვნება ლაპარაკობს გაუპატიურებაზე და მე მინახია უკვე ძალიან ბევრი, რომ აი მე განვიწმინდე, აი მე მასავქენი. ამას ეხლა რომ ვაკვირდებოდი სურათი რომელი უნდა დამედო, ხო? ძალიან ბევრი იმას გადავაწყდი ინფორმაციებს და იქ არის ზუსტად ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უკვე მათ მოინანიეს აღერს და ერთ-ერთი ის იყო, რომ ფრთხილად იყვნენ, რომ ეს მიტევება და მონანიება არ იყოს ნაჩქარევი. იმიტომ რომ ადამიანი უცებ შეიძლება ემოციასა და იმაზე ბევრსაც მიუტოვებია დაუშვათ ძველი ცხოვრების წესი, როცა მძაფრ ცოდვებზეა ლაპარაკი და მე ისე მომხდარა, რომ ისე შებრუნებია ამას. ამიტომ ამაში სიფრთხილე საჭირო და მე მგონი ბატონი ჯონიც თავის პასუხში ამას გამოთქვას. როგორ შეარიგებდით ერთ ოთახში მყოფ სექსუალურ მოძალადესა და მის ხორბლს? ეხლა ეს ჯორჯე ვასკესი პიროვნება უსვავს ჯონ მაკარტურს, რომ მას ჰქონდა საშუალება, რომ ეკადაგა, ასეც ეხლა ადამიანები უცებ ხდებიან პასტორები და ქადაგებლებიც, ეკადაგა სექსუალური მოძალადესათვის და მერე ცალკე ეკადაგა იმ მსხვერპლისათვის, ვიზეც იძალადეს. და ეხლა ინტერესებს ერთ ოთახში რო იქნება, ორივეს როგორ შეიძლება უკადაგოსო და ცოტათი ისიც იყო ალბათ დამაბნეველი ბატონი ჯონისთვის ეს, ხო? ძალიან რთულია მართლა ესეთ მდგომარეობაში ორივე დასვა და იმას აქნა. ინდივიდუალურად კიდე შეიძლება, მაგრამ აი ერთ ოთახში მოათავსო ისეთი ადამიანები, რომლებიც საშინელი ცოდვა ერთმანეთს ჩაუდინეს, ცოტა ის არის, ხო? მოგესალმებით პასტორ ჯონ, გმადლობთ რომ დრო დაუთმეთ ჩვენს კითხვა-პასუხებს გასაცემად. რა თქმა უნდა, მე მქონდა შესაძლებლობა უკაცრავად ბოდიშით მე ჯორჯ ვასკესი მქვია. გამარჯობა ჯორჯ, მე მქონდა შესაძლებლობა მემსახურა გაუპატიურებული ადამიანისათვის და შემდეგ მექადაგა ციხეში იმ მამაკაცებთან, რომლებმაც გააუპატიურეს ადამიანები. მაგრამ თუ ოთახში ორივე იქნებოდნენ გააუპატიურებელი ადამიანი და ჩამდენი ამ გააუპატიურების ჩამდენი ადამიანი, როგორ ემსახურებოდით ორივეს? ანუ ქრისტიანულ მსახურებაზე ლაპარაკი და რას ეტყოდით, ხო? ჯონ მაკარტური. ასეთი წარმოუდგენელი საშინელი დაუნაშაულის დროს ადამიანური შერიგების იმედი ნამდვილად მცირეა. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ გამოსავალი ყოველთვის ერთი და იგივეა. ქრისტეში ისინი ძმა და დად ხდებიან. რაც უცნაურია, რომ ქრისტეში მოძალან მსხვერპლი ძმა და დად გახდნენ. ჩვენ მოწოდებული ვართ მიტევებისათვის, ასე არ არის? რომ ვაპატიოთ 70-ჯერ, 7-ჯერ. როგორც დღეს დილით ჩვენ ვამბობდით, ღმერთმა აპატია ადამიანსა და ევას მთელი მისი შექმნილი ასეთი სათუთი სამყაროს განადგურება და ცოდვაში ჩააგდო მთელი კაცობრიობა. და ეს არის ზუსტად ღმერთის ყველაზე დიდი სილამაზე და ყველაზე დიდი გასაოცარი რამ, რომ ის პატიობს. თუ ოდესმე ეს მოხდება, როგორც თქვენ ახსენეთ, და ასეთი ადამიანები მობრუნდება ქრისტესაგან, გახსოვთ ხო პავლე რას ამბობს კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში და მე ეს ამოვიღე, შეგიძლიათ მე-6 თავის მე-11 მუხლში არის. რომ თქვენ ზოგიერთები ესეთები იყავითო, ჰომოსექსუალისტები, მალაკოსები, კვლელები, მოძალადეები, მაგრამ განიბანენით და განიწმინდენით. ასე რომ ადამიანების შერიგების ერთადერთი გზა ისევ და ისევ იესო ქრისტეშია, რადგან ცოდვილი ადამიანის გული დაბადებიდან სიძულვილით არის შეპყრობილი.
ის დაავადებულია სიძულვით. მას არ აქვს უნარი რომ შეიყვაროს, მიუტევოს. უბრალოდ ჩვენ ბუნებით დაბადებიდან გვძულს. ჩვენ გვძულს ღმერთი, ჩვენ გვძულს მისი ჭეშმარიტება. ჩვენ გვიყვარს საკუთარი თავი, ამიტომ გვძულს ყველა, ვინ ჩვენ შეგვეხება, ვინ ჩვენ გადაგვეღობება, ვინ ჩვენ შეგვეწინააღმდეგება, ვინ ჩვენ დაგვაზიანებს. და ბუნებრივია, თუ ქრისტე არ მიიღო ესეთმა პიროვნებამ, ვერანაირად ვერ მიუტევებს. და ამ კულტურამ, ჩვენმა კულტურამ, ამერიკულმა დღევანდელმა საზოგადოებამ ეს ხელიდან უკვე გაუშვა. ამიტომ ვფიქრობ, ასეთ გარემოში ადამიანისათვის იმის თქვა, რომ ქრისტეში თქვენი ცოდვების მიტევებით, ახალი ქმნილებით გახდომით, თქვენ შეგიძლია გახდეთ და ძმა, სწორედ ეს არის სახარების ძალა. მადლობთ კითხვისათვის, ჯორჯ.